სალამი. სალამი. გამარჯობა, როგორ ახარ ჯიმი? არა მიშავს ნიკო. ნიკო რაღაც რატყო რომ დებატების ხასიათზე ხარ მასული შენ ეკეთი. აღარა მაქვს დებატების ხალისი, ანუ ლორენცოს ამბავს გაიგებდი და აღარა მაქვს. გაიგე ორი უყურე. რა მოხდა ნიკო? ნუ ლორენცოს გარეშე რა აზრი აქვს იქაურობას? ძალიან დიდი ბოდიში სულ ყველასთან, მაგრამ აი მუზებს უყურო თუ ლელოს უყურო, ანუ რა უჭირთ, მაგრამ ანუ არ ვიცი რა. ეხა მეც მუზებს გულშემატკივრობთ ხარ. მუზები ვინ არიან? ნუ ლორენცო კაი მივხვდი ვინც არის, მაგრამ მუზები საიდან მივხვდი? ნუ სადღაც აქ სოციალურ ქსელებში შემხვდა. ეს მუზებს უფრო მიხვედრილი ყავი. ჰაუსის მონაწილეები არიან. ადრე პრაიმ ჰაუსი იყო, ეხა ჰაუსი. მუზები, ლორენცო, იცი რა არის? ერთი სერია მაქვს ნანახი და ისიც, უბრალოდ სერია ნახევარი და როცა ლორენცო გააგდეს, იმიტომ რომ როგორც მე ვნახე, თავის პენის ელაპარაკებოდა. ხო, მაგრამ ეხო ის არის რაღაც ციტატაა მაინც რაღაც იმისა ეს ვაგინის მონოლოგი და რაღაც ეგეთი ხო. არა. ეგ მომენტი გამომჩა და უკან გადახო მე დამეზარა და მოკლედ ნახე რომ გააგდეს, მაგრამ იქ ვერ დავინახე საუბარი. რის გამო გააგდეს კაცო, მაგის გამო? ის გამო არ გააგდეს. იცი დრამა, ეგ არ არის დრამა, როდესაც შენს პენის ელაპარაკ, აი შენი პენისი თუ გელაპარაკება, მერე ხარ დაღუპული. ხო და მერეც ვნახე ან მაგის გამო კი არ გააგდეს, მაგის შემდეგ გააგდეს. შეიძლება მაგის გამო გაგდების ცერემონია იყო. და უნდა დაეტოვებინათ ბოლოში ტელევიზიას და არ დატოვა. ხო? შეეძლო დაეტოვებინა, მაგრამ არაპატია პენისთან საუბარი? ის მოკლედ მაყურებელმა ვერ გავუგო, ტელევიზიამ იმუშავა მაყურებელზე, მაყურებელის გული მოიგო, რა მოხდა ნიკო? ჯიმი, ეგრე მაყურებელიც არ ვარ, მინდოდა რომ ცოტა იუმორისტულად თქვი რომ რაც ლორენცოზე მინდოდა რომ მეთქვა ორი სიტყვა და დებატებში შევიდა და არაპატიეს. ხო. კიდე მეორე ამბავი გეცოდინება რომ მე და ვიდრე შემოხვიდოდი, მე და ქორი ვლაპარაკობდით. და შაბათს წამოდი რა, საღამოს. სად? ტესის დახურვა. რატო წამოვიდი აბა მითხარი? რა ვიცი, რატომ წამოხვიდო? დახურვა აღარ იქნება ბოლო დღე. ანუ მან კიდე გაი კლუბი ერთეს. კიდე ჩემთვის რა დიდი ხნის დახურული. ახლა გავიგე. ხო და ანუ ესეთია რა. მისმინე. დებატები ვერაპატიეს რა მოხდა მაინც? მე პირველივე წამიდან ვცდილობ რომ დებატების თემა შემოვიდეს. ხო, არა, მაინტერესებს, იმიტომ რომ ნუ ახლა როდესაც დებატებს მიესალმება ყველა მხარე და რა არის ეგ? ყველა მხარე რატომ მიესალმება? ეგ რო გამოაცხადეს, ვინც არ იცის, რამდენიმე დღის წინ იყო დრო უკვე ესეთი ბუნდოვანი კონცეფტია ჩემთვის ირაკლი კობახიძე თქვა რომ ეხლა მოვიდაო დრო რომ დებატების კულტურა შემოვიღოთო, მე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს სადაც გინდა როცა გინდა დავსხდებითო. შემდეგ ოცნების წარმომადგენლობა დააკონკრეტეს რომ ეხლა ვინც ჩვენ ერთმანეთში დაიწყო უკვე დებატები. წესრიგს არ აღიარებს იმასთან არ დაველაპარაკებითო, მე იყო ლაპარაკებო ვისთან რაზე უნდა ელაპარაკოთ. აი მე როგორც წესი ვარ დებატების ფანი და ყველანაირი განხილვის და დისკუსიის და ერთად დაჯდომის აპოლოგეტი. მაგრამ ვერ წარმომიდგენია რომ ის ხდებია რატო დამიჭირე უნდა უთხრან თუ აი რა ვისთვის იქნება ეგ რა ეგ არ არსებობს დებატები, რა დებატები. რაზე უნდა ილაპარაკონ, ვისთან უნდა ილაპარაკონ. ხით ჩატეხილობა კი არა, ყველაფრის ჩატეხილობა არის მაგას შორის და არავის თუ რამეს უკვე დებატებში შედიხარ. იცი რა არის საინტერესო არის ეს ლორენცომ ირაკლი კობახიძემდე გააკეთა განცხადება, სანამ ირაკლი კობახიძე იტყო და თუ კობახიძის შემდეგ. შეიძლება არასწორად გაუგეს. შეიძლება არასწორად. აი ხო, შეიძლება ეს სიმბოლური მათ მიიჩნიეს. დებატები, რა დებატები. ხო, იცი რა არის სინამდვილეში დებატებს რასაკვირველია, არ ვიცი, ნუ აი ხო მე ვერ წარმომიდგენია პოლიტიკოსი ან მედიის წარმომადგენელი ან რაღაცნაირად სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც უარს იტყოდა დებატებში შესვლაზე და დებატებზე, ხო? ყველაფრის პროცესის დამწყები, რაღაცის წერტილების გამანაწილებელი, ბუნდოვანების გამფანტავი არის დებატები, ხო, ნებისმიერ თემაზე. იქ გამოჩნდება ვისი არგუმენტებია სწორი, ვინ არის, ვინ სპეკულირებს, ხო, მაგრამ უყურე აქ თავიდანვე გაჩნდა რომ ეს დებატები ეს თავისით ხო არ გამხრალა რა დებატები ვიღაცამ აკრძალა. ჯერ ის გავარკვიოთ რის გამო თქვენს უარი დებატებზე. ხო, ესეც გასარკვევი არის. რაღაცნაირად ხო ცარიელ ადგილზე ხო არ დაიწყებ რაღაც პროცესს, არა? ხო, იყო პროცესი, მერე გააწყდა. საპარლამენტო კომისია დანიშნო, რატო გაუქმდა დებატი. ვიცი რა არის, რატომაც გაუქმდა რა, გასარკვევი რა. ხო, არა, ის ისე მიეწოდება ეს საზოგადოებას, თითქოს
ავი რაღაც ის უცხო ძალა ჩაერია ან სიტყვაზე ან ოპონენტმა თქვა უარი ხო სინამდვილეში ასეთი რაღაცა გაკეთდა ხო რომ ესე იგი თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა უარი თქვეს არასახელისუფლებო მედიებში მისვლაზე და ამ პროპაგანდისტულმა მედიამ რომელიც ნუ აი ხელისუფლების ნარატივს ატარებს იმებმა უარი თქვეს მეორე მხრიდან ფართე გაგებით ანუ არასახელისუფლებო ხო ახლა ოპოზიცია ჭრელია სამოქალაქო საზოგადოება რომელიც პოლემიკაშია შესული სიტყვაზე ხო უამრავ იმასთან პოლიტიკურ ძალასთან მოკლედ ყველანაირი განსხვავებული აზრის დაფიქსირებაზე თქვეს უარი ხო აი ესეთი შექმნეს რაღაცნაირი ვაკუუმი ხო და ახლა ეს არის დიდი პოლიტიკური იმის შემადგენელი განზრახულების ხო ჩვენ ხო ყველამ ვიცით რომ შუა უნდა გაიკრიფოს შუა თავისით არ გაიკრიფება ან სიტყვაზე ოპონენტს უნდა დაერქვას გარე ძალა, მტრული ძალა, უსამშობლო რაღაცა, ხო? ესე არ მოხდება თუ იმას მიეცა ყოველდღე ელექტორატთან, შენს ელექტორატთან ურთიერთობის საშუალება იტყვის, რომ ეს რანაირი უცხო ძალა არის, რაღაც ისეთებს ლაპარაკობს, ხო? ახლა წარმოიდგინე, რომ იმედზე ან რუსთავიორზე ჩვეულებრივ მისული არის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების, გინდაც რაღაც მედია პერსონები, გინდაც პოლიტიკური პარტიების ლიდერები და ლაპარაკობენ, კამათობენ, ხო, რაღაცაზე. ახლა ის კი უძახის ვიღაცა მტერია რაღაცა, მაგრამ ახლა იმდენად ისიც არ არის დაზომბირებული ადამიანი, რომ რაღაცას უსმინოს და ვერ მიხვდეს ეს მტერია, უცხო ძალა არის, ვიღაცის დავალებით მოქმედებს თუ არა. აი ამის გამო გაკეთდა ეს ყველაფერი. რა შეიცვალა ახლა რომ დავბრუნდეთ და ეს სიტყვაზე 5 წლის წინანდელი იმიდან წერტილიდან გაგრძელდეს, ხო? ყველა პლატფორმაზე შედგეს დებატები. ხო, აი ეს არის გასარკვევი. რა განზრახულება დევს ამ ინიციატივაში. აი ეს არის. მე გეტყვი რა განზრახულება დევს. მე საინტერესოა, ხო? იმიტომ ხა ბევრი რამეა. ჩვენ ისინი გვიბიძგებენ რომ ყველაფერი ამ შეთქმულების თეორიით ავხსნათ და როგორც წესი მართლდება მე, მაგრამ ნუ მაინც არგუმენტები არის საინტერესო შენ. პირველ რიგში, რატო არ აქვს დებატებს აზრი მანდიდან დავიწყებ, იმიტომ რომ პოლიტიკურ დებატებს რატო მოითხოვეს? ან ჯერ მაგამდე რა მოითხოვეს, რაღაცებს ამბობენ. რა მოითხოვეს, რა დასკვნეს. რა მოთხოვნა უნდა და ეთქვათ რომ ხვალვე დავჯდები ვიღაცასთან და დაჯდებოდა ის ვიღაცა. რა თუნდა საპარლამენტო კომისია მოსამზადებელი დებატების რაღაცა გამოცხადება და ძალიან სასაცილო არის ამ მედიებმაც რო დაიწყეს აი რუსთავიორის იყო რომ უბასპინს. ანუ რა ბიჭო ხო რა გასელოდები დროშის აპრიალება რაღაცა გარკვეული მოსახლეობის ნაწილი ერთი ჯგუფი მეორე ჯგუფი მესამე ჯგუფი ამას შეხედავს და მე გადაწყვეტილებას მიიღებს. დებატებს პოლიტიკურს აქვს აზრი, როდესაც გაქვს დემოკრატიული საზოგადოება, სადაც მნიშვნელოვანია პოლიტიკოსისთვის, რომ ვიღაცა ჯგუფის, ვიღაცის გული მოიგოს, დაანახოს თავისი სიმბოლე, და თავისი ის გაამყაროს მხარდამჭერების მხარდაჭერა, შეასუსტოს ოპონენტები, მოკლედ მთელი ეგ ამბავი. ჩვენთან კონკურენტული დემოკრატიული არჩევნები აღარ ჩატარდება. ეს არ არის ჩემი რაღაც წინასწარი, უბრალოდ კანონები გვაქვს ისეთი, რომლის მიხედვითაც დაკვირვება არჩევნებზე არის სრულიად ჯერთი გაადვილდა, რომ მხოლოდ ერთი პარტიის წარმომადგენლებს ყავდეთ თავიანთი წარმომადგენლები, გართულდა დაკვირვება ან თითქმის შეუძლებელი გახდა ზოგ შემთხვევაში, ქართველებისთვის ჩამოსულებს აღარ დაუძახებენ, გაადვილდა, რომ დაიჭირო ოპონენტი და იჭერენ კიდევაც და კიდე დაიჭერენ და გართულდა და კიდევ უფრო გართულდება ხმის ამოღება. კონკურენტული დემოკრატიული არჩევნები საქართველოში საერთოდ აღარ ჩატარდება რაღაც ხნის განმავლობაში. ამ მოცემულობით რაც ახლა გვაქვს. ეს არ ამგონია რომ იყოს ან ჩემი მოსაზრება, ან რამე რადიკალური აზრი, ან საერთოდ რაღაცა ეგრე არის. იმიტომ რომ კანონები არის ეგეთი მიღებული, რომ არ ჩატარდეს. როცა დაიწყო ლაპარაკი ეს რუსული კანონის წინააღმდეგ, აგენტების კანონის წინააღმდეგ, მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა და გაცილებით უარესი, გაცილებით უფრო დრაკონული კანონები მიიღეს და კიდევ ერთხელ ეს ჩემი შეფასება არ არის მაინდა-მაინც მამუკა მდინარაძის ეს სიტყვებს ვიმეორებ და მას მერე კიდევ უფრო და უფრო უარესი მიიღეს, რომელიც ეხლა რაზეც არის ლაპარაკი ეს გრანტების შესახებ. გრანტების შესახებ კანონზე, რომელიც გრანტებსაც აღარ შეეხება ერთი რომ ვიღაცას ცოტა გაუგებარია ვის რა შეეხება, ერთი ეგ და მეორე გაუგებარია ვის შეეხება ბიზნესებმა რო ხმა ვერ უნდა ამოიღონ, თორე 20,000 ლარით დაჯარიმდებიან და ეს ბიზნესი არის მათ შორის შუპოსო და მათ შორის ინდმეწარმე. ვისაც საჭიროა ყველა შეეხება მე ესეთი შტაბეჭდილება. ამისი გარკვევა რომ ჯერჯერობით აღარც არის საჭირო რა მნიშვნელობა გარკვევას არა ვერ გაიგებ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ აგენტების კანონზე შარშანდელზე ის ქონდა
ინტერვიუს გერმანიის ელჩთან საქართველოში ნინო გელაშვილს ჰქონდა, რომელიც ყვებოდა რომ მივედით მინისტრებს მიმართეთ რომ გაგვარკვიეთ, რა შემთხვევაში შეგვეხება, რა შემთხვევაში არ შეგვეხება და თქვათ გასაგები პასუხი ვერ მიიღო თვით გერმანიის ელჩმაც, რომელიც კითხულობდა რომ ამდენ რაღაცას ვაკეთებთ საქართველოში და რისი გაკეთება შეიძლება, რისი არა, რა უნდა გავაკეთოთ. მით უფრო რომ ნებისმიერ ინდივიდს ან პირს ძალიან გაუჭირდება რომ გაიგოს მასზე რა არის, რაზე არ არის, მით უმეტეს რომ შე შემთხვევაში მიღების დროსაც კანონისია დაწერილი არის რაღაც კანონები მიღებული, რომელიც არც კი თავს იკატუნებს ვინმე და გადაწყვეტილებები მიღებული, რომ ეს გაკეთდა საჯარო სიკეთისთვის. ამას მოუბრუნდები და არ მინდა რომ შემდეგ თემაზე გადავიდეთ, მაგრამ ნუ დღეს ყველა ლაპარაკობს იმაზე, რომ უნდა გაერთიანდეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის. არსად არ იყო იქ ნათქვამი რომ რატო? ანუ აი რა იქნება ამისთვის ჩვენო მივიღეთ გადაწყვეტილებაო, მე ჩვენ გქონდა ინტერვიუ, ჩვენ არა თქვენ გქონდათ, მოკლედ გელას გქონდა. გელას გქონდა კი დავით გურგენიძეს, რომელიც არის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, რომელმაც დაიწყო იქიდან რომ განსხვავებით ნაციონალებისგან. ეხა ის დრო აღარ არისო, ეხაო ჩვენო ამაზეო ვილაპარაკებთო და შუა ლაპარაკისას გაირკვა რომ ულა რა ნაციონალების დრო არ არის, წინა დღეს უთხრეს რომ ეს ერთიანდებაო და ეს ცდილობს რომ არა, მე ჩვენ ხა მე რა არავის არ უნდა მაგის გაერთიანება, არაფერი საჭიროება არ არის და არავის ან შეიძლება არის, მაგრამ არც კი უცდია ვინმეს უდნავ მაინც რომ რაღაცა ეთქვათ რომ ახსნან. ახსნის ნაწილი, რომელიც კიდევ ერთხელ შეთქმულების თეორიისკენ მივდივართ ხოლმე, მაგრამ არ არის შეთქმულების თეორია, იმიტომ რომ როცა დაიწყო მაგ განათლების რეფორმაზე ლაპარაკი, მეორე დღეს ირაკლი კობახიძე იჯდა და შენობები უნდა გავყიდო თუ ამბობდა. არ ვინმეს მოგონილი ხო არ არის, მაგიტო ვაკეთებთო თქვა. კი. ხო, აი ახლა ამასაც შევეხები და წინა იმას. ხო, ჯერ ბოდიში ხო იმას. ხო, მოკლედ, ვისაც საჭირო ისეთ კანონებს იღებენ, ვისაც საჭიროთ ჩათვლიან, ანუ იმათი ათვლის სისტემიდან, ვისაც საჭიროა, ყველა შეეხება. იცი რა არის, რო უსმენდი ამ ბრიფინგს, ამ ბატონი კირცხალიასი, ხო, სულ გესმოდა ეს რომ ყველას და ეგეთი აი გამაერთიანებელი ფრაზები და მართლა ყველა შეეხება ნებისმიერ თანხაზე და ვისაც საჭიროთ ჩათვლიან. ისე სადავართ, ხო? ნებისმიერ რაღაცის გამო შეიძლება ადამიანი დააკავონ. აი ტროტუარზე პროტესტის გამოხატვის გამოც ვაკავებენ. ინტერპრეტაცია ხდება რომ არ არის ეს მაგის გამო, ეს საპროტესტო აქციის გამო არ არის, მაგრამ ფაქტია, ხო, ახლა. მოდი მან პური საიდანაც გინდა მოაბი, ხო? იქ საპროტესტო აქცია. როდესაც დააკავეს მოქალაქეები საქართველოს ტროტუარზე დგომისთვის, მეორე დღეს გავრცელდა განცხადება, რომ ესო გადაადგილებაში. ესო რას ტროტუარზე დგომისთვის ვინ დავაკავეთო? დავაკავეთო რომ ხალხს უშლით და ხელს გადაადგილებაში. რომლიზე ვიდეოები დევს, როგორ დააკავეს და რა მომენტში და არავის არ უშლიდნენ იქა. ასევე არის ხალხი, რომელთანაც მივიდა პოლიცია და ეუბნება, რომ გადადითო და მოქალაქე ეუბნება, რომ სად გადავიდე მითხარი და იქ გადავალო. ანუ წინააღმდეგობას არ გიწევ, მაგრამ მაინც დააჯარიმეს და მე მაინც დააკავებენ. ეგ არის ტროტუარზე დგომისთვის დაკავება. ვის შეუშალეს ხელი? ხო და ჩივილი იყო, რომელმა მოქალაქე მიჩვენა, რა გავლა მინდოდა და შემიშალეს ხელი. კი ბატონო, ხო და იმის თქმა მინდა რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რასაც იღებენ, ხო არის აი როგორ გითხრა, ისედაც ხო პოლიტიკურია, მაგრამ აი ყველაზე ცუდი გაგებით პოლიტიკური არის, ხო? აი თავის თავზე მორგებული არის. ეს იქნება მედიასთან დაკავშირებული, სამოქალაქო ორგანიზაციებთან, პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით, უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით, ყველაფერი არის პოლიტიკური კი არა, აი ძალაუფლების საკითხი არის. ძალაუფლების საკითხი არის. ამიტომ არის რომ აი ახლა ხო ვამბობთ რომ აი შეთქმულების თეორია და თვითონ აქვთ ეს ვაცხოვრებენ ამ შეთქმულების თეორიებში და ახლა რო ვფიქრობთ რომ არანაირი ეს რაღაც უმაღლესი განათლების რეფორმა, სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, რაღაც რესურსების ოპტიმიზაცია რაც ნუ ეს სალაპარაკო ის არის ეს ინსტრუმენტები ხო აი ამ სფეროზე რაღაც ცვლილებებზე რო იწყება დისკუსია ეს ფრაზები შემოდის მაგრამ სინამდვილეში ხო უნდა აიღო აი მარტივად უნდა იმოქმედო რა განზრახულება შეიძლება კონდეს აი რა სარგებელი შეიძლება კონდეს იმისთვის რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება იმისთვის რომ რაღაცნაირად მეტი სტაბილურობა კონდეს მას ხელისუფლებას რეჟიმს და ასე შემდეგ ხო
პირველი რაც მოგდის, აი აქედან ამომავალი, ხო? აი ამ იმის რეალობის მიღებით არის ეგ, რომ ჭირდებათ რაღაც ახლა საგარეო ინვესტიციები იკლებს, რაღაც ის აქტივობა ეკონომიკური, აგერ კიდე ქალაქის ცენტრის გულის გულში არის ორივე უმაღლესი სასწავლებლების შენობები, ტერიტორიები. შენობებს თავი დაანებე, ტერიტორიები თავისთავად, ხო? აი დეველოპერული კომპანიებისთვის არის, ესეთი ოაზისი და ის სამოთხე, ხო? პირდაპირ. ხო, ის რო არაფერი ვთქვათ ამაზე კიდე, რომ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, ახლა ადრე იტყოდნენ ხოლმე ჩვენ საბჭოთა იმაში, ვოლუნტარისტული, ხო? ხო, ეს არის სიტყვაზე ამ რექტორს რო დავესესხოთ, ხო? წინარე სააკაშვილის ის დრო კი არ არისო, ხო? აბა ეს არის სამაგალითო, ასე იღებენ გადაწყვეტილებებს, ეს არის უმაღლესი სასწავლებელი უნივერსიტეტების დამოუკიდებლობა, აკადემიური თავისუფლება. აკა ჩავერთოთ, რომ ვინ მიიღო გადაწყვეტილება? განათლების მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება. ხო, ერთხელ კიდე ცალკე ანუ ვისთან ნახე მივცემდი შად თუ დაუგდებდი ყურს და გავითვალისწინებდი არგუმენტებს. იქნება რაღაცა ჩვენ გვეშლება, რაღაცა არ ვიცით. არც უთქვამთ არაფერი. ანუ იმისთვის რომ შეთქმულების თეორიაში, ანუ შეთქმულების თეორია არც არის, ხა ჯერტი ამბობენ ღიად რომ მაგითო ვაკეთებთო, მაგრამ რაზე უნდა ვიდებათო? მაგითომ არ ამბობენ, ეგ ამბობენ ეს თანმდევია, თორე სინამდვილეში არის ოპტიმიზაცია და ასე რესურსების სწორად განაწილება და ეგ არის სარეალი სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. სარეალი სიტყვა, მაგის ქვევით ხო, სწავლის ხარისხის გაუმჯობესება, იმიტომ რომ ესა და ეს მოხდება და ის იმიტომ რომ მომენტი არ არის. არა, როცა განათლების რეფორმის ხედვა წარადგინეს, რამდენი იყო ისო? რამდენი გვერდი იყო? ხო, ანუ არ იყო ბევრი და არაფერი არ ეწერა შიგნით. ოპტიმიზება და განაწილება და უკეთესი მოსაწონი უნდა ვაკეთოთ, მაგას იტყვის ყველა. აბა ის გვინდა საშვილიშვილოდ გავაფუჭოთ რაღაცა, რომლის გამოსწორება ძალიან რთული იქნება, ოდესმე მე მაგას ხო არ იტყვენ, მაგრამ მაგას ხო აკეთებენ. განათლებაში ნებისმიერი არასწორად გადადგმული ნაბიჯი არის ესე პეპლის ეფექტი თუ რაღაცა, რომელიც მიდის მე 10-20 წლის განმავლობაში და რა დაგვრჩა ქართველებს. ხო იყო თავიდან, აი ქორიძეს არ ამახსოვრება პატარაა, მაგრამ რა იტო ოღონდ დამოუკიდებლობა მოვიპოვოთ და ბალახს შევჭამთ, სკინას შევჭამთ და სხვა თუ არაფერი, აი ბორჯომი და ღვინო გვაცხოვრებს. რაღაც ცოტა ნაივური ის ჰქონდა, მაგრამ მაშინ მეიცოდნენ რომ ეგრე არ იყო, მაგრამ ნუ ოკეი, რაღაცა გვაქვს. გავიჭიროთ მე ეხა ხო ვიცი რომ ბორჯომი და ღვინო აღარ არის ცოდნა არის, რაც იმას გიშვება ფულს შოულობს და ნახევარი სოფლიო ეკონომიკა კი არა ალბათ უფრო მეტი დგას არა რაღაც ხელშესახებ ნავთობზე და მანქანებზე და ფოლადზე და გაწია გამოწიაზე, არამედ ინტელექტუალურ საკუთრებაზე და ტიპები დაждდნენ და რაღაცა მოიფიქრეს, რომელსაც ეხლა ძალიან დიდი ინვესტიცია და რაღაცა უნდა, მაგრამ ამავე დროს არის პატარა ქვეყნები, ესტონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, სადაც 5 ტიპმა თამაშების სტუდია გააკეთა და მილიონერები გახდნენ და მილიონერებზე არ არის მარტო ქვეყანას სარგებელი მოუტანეს და სახელი გაუთქვეს და ასე შემდეგ. ხო, მე მგონი აი ეს ვექტორი ამ იმის განათლების ამას უნდა ბოთლები ბერო მაინდა-მაინც, რომელსაც გავბერავთ, მაგრამ ქვეყანას რა წაადგება ამით? ანუ მე რო ორი ბეთლი ხო, აი ეს რომ ეს ვექტორი ამათი ძალისხმევის არის მიმართული განათლების განვითარებისკენ და გაუმჯობესებისკენ არის ხო, აი მარტივად რო ვთქვა, საერთო. აი ის თუნდაც თავი დავანებოთ იმას დაწერილ კონცეფციას და არგუმენტებს და იმებს, რომ აი მაგალითად ის კერძო უმაღლეს სასწავლებლებში რო ცდილობენ კი არა გამოაცხადეს, რომ აღარ ჩადებენ თანხას, ხო, აღარ იქნება ეს თანადაფინანსება გრანტებით, კერძო სასწავლებელმა თვითონ უნდა მიხედოს სტუდენტი და კერძო სასწავლებელი, კერძო უმაღლესი სასწავლებელი შერჩება ერთმანეთზე ერთ-ერთ. სახელმწიფოსთვის ხო თავარი მაინც შედეგი უნდა იყოს, რომ კონდეს ხარისხიანი განათლება, რომ შენმა სტუდენტმა მიიღოს კვალიფიკაცია, მიიღოს ხარისხიანი განათლება. ახლა წარმოიდგინე, შენი ძალისხმევის გარეშე ვიღაც კერძო ინიციატივით აკეთებს კარგ უმაღლეს სასწავლებელს და შენ უარსეუბნები რომ დაეხმარო და რაღაცნაირად წაახალისო, ხო? რა ლოგიკაა ამაში? ხო გეუბნები ისევ და ისევ. აი ეს პოლიტიკური განზრახულება, ყველაფერი მიმართული არის რაღაცნაირად ძალაუფლების შენარჩუნებისაკენ. ეს არის ამომავალი წელი. გარი როიც რომ მე ეგ მაგ აი რაში აწყობს? აი ასე ფიქრობ, ძალაუფლების შენარჩუნებაში რაში მეხმარება მე? ამ წუთას. ერთ წამი რაში მეხმარება მე დამოუკიდებელი უმაღლესი სასწავლებელი? ძალაუფლების შენარჩუნებაში ხო არ ეხმარება? პირიქით, ხო ვიღაც ტიპებს გაუჩნდებათ არგუმენტები, რაღაც იდეები და შემოვლენ და რაღაც პრეტენზიებს აგიყენებენ. არ იქნება იმისთვის პრობლემა. ასე უყურებენ. მარტივად, იმიტომ რომ ყველაფერი არის აი ძალაუფლების შენარჩუნებიდან ამოდის. აი თუ ამას მივიღებთ აქსიომად, ხო მე ყველანაირად დასტურდება, ხო ამ ლოგიკით მოქმედებენ.
შენ რას ფიქრობ? მე ნამდვილად არ დამრჩენია შთაბეჭდილება და არც არავის არ დარჩა და არც უნდა დარჩენოდა რომ განწყობილება მიიღეს, იმიტომ რომ ეგ უკეთესი იქნებოდა ვინმესთვის გარდა არ ვიცი თავიანთი ინტერესებისა. იმიტომ რომ მე ერთი რაც კითხვა მიჩნდება ხოლმე რაღაცებს როსაც წყვეტენ, რომ ეხლა გადაწყვეტეთ რომ ეს გავაკეთოთ. არ ვიცი რატო გააკეთეს, იმიტომ რომ იქიდან თუ ამოვალთ და იქიდან თუ ამოვიდეთ რომ კონკურენტული არჩევნები საქართველოში აღარ ჩატარდება და აღარ ძლია რომ ჩატარდება თვითონ. ამიტომ ქართულ ოცნებას არაფერში არ ჭირდება, ან ვინმეს გულის მოგება, ან ვინმეს განაწყენების არეულობის მოწყობის იმპულსი გამოჩნდა რომ არ არის საერთოდ. საფუძვლებს აცლიან რა, თავს იზღვევენ. იქნება მე რაღაცა რომ უკმაყოფილების კერა არ გაჩნდეს. რომც გაჩნდეს რა უნდა ქან ვინმეს ხმას მიცემენ თუ რა მოხდება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ არჩევნები აღარ ტარდება. ხო, ნუ ახლა ფორმალურად ხო მაინც უნდა ჩაატარო. ფორმალურად ჩატარდება, მაგრამ ხო ვის მიცემენ ხმას, ისევ გასაგებია, მაგრამ ნებისმიერი ფორმალური არჩევნების ჩატარება რაღაც ალბათობით იმას არასტაბილურობას იწვევს, არასტაბილურობის განცდას იწვევს. ხო, სისტემა გამოდის რაღაცნაირი წონასწორობიდან. ხო, მესმის რომ მაქსიმალურად ბევრი ბერკეტი აქვს ამ იმის სიტუაციის გაკონტროლების, მაგრამ მაინც თეორიულად ყოველთვის არსებობს შანსი რაღაცა პროცესები გაგექცეს ხელიდან და რაღაცა შეიცვალოს. მოკლედ სტატუს კვო შეიცვალოს და ნუ აი მე ამას ვფიქრობ, რა ერთი ის ვერსია რომ ველოსიპედივით რომ ატრიალო რომ არ წაიქცე, მიიღო ბევრი გადაწყვეტილება, მათ შორის ზოგი გონიერი, ზოგი უგუნური და ასე შემდეგ, დააბნიო საზოგადოება, აი რაღაცა ან დაიბეო, აი ახლა სიტყვაზე ეს კანონი შეიძლება არაფერს ურე ხო არავინ დაუჩ სისხლის სამართლე ამკაცრებენ ამ გრანტების შესახებ კანონს და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებლობას აკისრებენ. ახლა ბევრი არც სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობის გარეშე დაუჯიათ, მაგრამ როგორი ამბავია, იცი, იდოს რა იცი, როდის დამჭირდება და გამოვიყენებ. აი ამ ლოგიკით მოქმედებენ. ხო და აი ეს ვოლუნტარისტული გადაწყვეტილება ამ იმის სიტყვაზე გპ-ისა და თსუ შეერთების, ხო კიდე ის არის, რატო მაინც და მაინც ეს ორი სასწავლებელი, სხვა სასწავლებლები ავიღოთ, რატო არ შეიძლება მაგალითად ეს პოლიტექნიკური და სამედიცინო შეერთებინათ სიტყვაზე. ახლა მე ვიხუმრე ზოოვეტი და სამედიცინო, ხო? ხო ეს ორველური ამბავია უფრო, მაგრამ ხო რატო ეს თსუ და რატო ეს პოლიტექნიკური? ხო რატო, რა ლოგიკით? ხო უბრალოდ ხო უნდა დაასაბუთო მაინც და ის ახლა კი ლამაზი ფრაზა არის, ეს ეფექტური ფრაზა არის, ახლა ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტი, ერთი სასწავლებელი, რაღაც ერთი ფაკულტეტი და რაღაც. ახლა ყოველთვის ესე არ არის, ერთი ადამიანი, ერთი თვალი, ესე ხო არ არის, არა? ერთი ფაკულტეტი, ერთი სტუდენტი, ერთი სტუდენტი, ხო არ არის? 4 გრანტი რა. ხო, არ არის ეგრე ახლა. მესმის რომ ეს რაღაც ეს ეფექტური ის არის, ფრაზა ფრთიანია, ერთი ქალაქი, ერთი რაღაცა, მაგრამ ეგრე არ არის, ხო? ხო. და ეს ამასაც დასაბუთება უნდა რაღაცნაირად, რომ რას ნიშნავს ეს სიტყვაზე თსუ და ეს, ხო? ან ისა ხო უნდა დაასაბუთო, ან მთელი ის არის რა, ორი უზარმაზარი ტრადიციის მქონე, ორი უძველესი უმაღლესი სასწავლებელი რაღაცნაირად იმაშვება, ხო? ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებენ და რა არის აქ გათვლილი, ხო? აი რა შტატა რა ფაკულტეტები დარჩება, რომელი ლექტორები დარჩება, რა სისტემით გაიცხრილება ეს, ვინ იქნება რექტორი, ვინ იქნება, აი როგორი ერთმანეთში დამოკიდებულება იქნება, ეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა როგორ განაწილდება და რომელს ჰქონდა წინსვლა და უკეთესობა ბოლო დეკადის განმავლობაში არც ერთ და არც მეორეს. მე ვთქვი ხაზს ვამდი რომ ჩვენ გადაწყვეტილება პასუხი ვინ მიიღო არის Deep State-მა მიიღო. რომელიც ხუმრობის და ირონიის გარეშე არ გამოვიწყოთ რომ რაღაც მერე ის უკანა რიცხვით სიტყვას გარკვეული დროის მერე ვიღაც სხვა პრემიერ-მინისტრმა ან სხვა იმან ბატონ ბიძინას მიერ არჩეულმა რომელიღაც სხვა ლიდერმა თქვას რომ ის რაღაც ვიღაც ტიპები ჩაერიანო როგორც ეს ბატონი გახარია შემთხვევაში არის რომელიც ორივე შემთხვევაში მე აბსოლუტურად მჯერა რომ ეგრე იყო მე არ მჯერა იმისა რომ გლობალური Deep State-ის მასალური ის არის მაგრამ არსებობს კიდევ ერთხელ თუ ვიგულისხმობთ რომ Deep State არის ხალხი რომლებიც იღებენ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ქვეყნისთვის ისე რომ არავინ ისინი არ აურჩევია არავინ მათ არავის ისინი არ აურჩევია ხო არავის ეჭვარება რომ ეგრე ხდება რომ იგივე თუნდაც თსუ-ს და გპ-ის გაერთიანების გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული იყო ხალხი რომლის სახელიაგვარი მე არ ვიცი შენ არ იცი არავინ არ იცის არც არავის არ აურჩევია დანიშნეს რომ ისხდნენ ქართუს ოფისში და ალბათ მეტი ეთქმით ამაზე და მათ მსჯელობას უფრო მეტი წონა აქვს ვიდრე თუნდაც განათლების მინისტრს. ან მე ვიტყოდი რომ პრემიერ-მინისტრსაც, მაგრამ ნუ ხო.
ასე რომ ხო, აი ახლა ისე უამრავი სახუმარო, არასახუმარო სერიოზული ვერსიები იყო, ხო, რას აკეთებენ და როგორ აკეთებენ. ერთ-ერთი იყო აი ეს ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც ეს ბატონ ბიძინას ინიციატივით დაარსდა და ის მისი სახსრებით და ასე შემდეგ და დიდი მოიმედებს ამყარებდნენ და რომ იქნება რაღაცა ეს მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რაღაც კავკასიური ვარიანტი და რაღაცა და ნუ აი ვითომ ეს არ ვიცი ახლა რამდენად ერთმანეთის კონკურენციაში იყვნენ და ინაწილებდნენ ამ სტუდენტებს ან რაღაც გრანტებს ან დაფინანსებას სახელმწიფოსგან, მაგრამ ნუ აი ახლა მაინც ის არის ახლა ხო, მე არ მისწავლია პოლიტექნიკ გპ-ში და რაღაცა, მაგრამ ნუ რავი, მაინც ესეთი ის არის, ესე ერთი ხელის მოსმით და იმით, რასაც წინა ხელისუფლებას საყვედურებდნენ, რავი, ჯიბეში ჩაისვეს ახლა ხო, საერთოდ ის რექტორი როგორც ამბობს, აი ფაქტის წინაშე დააყენეს თვითონაც და მთელი ამ ხელა ისა კოლექტივიც, ხო? ხო და ხო, რაღაცნაირად ის არის, ნებისმიერ ვერსიას იწამებ და ნებისმიერ ვერსიას გაყვები გარდა იმისა, რომ ეს კეთდება ოპტიმიზაციისთვის, ხარისხის, სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. ასე იმას მოუბრუნეთ, რომ არავის ეს არ მოეწონა მაინდა ამას. ვერ წარმომიდგენია ჯგუფი, რომელიც ან ასწავლის უნივერსიტეტში, მეც მისწავლებია ახლა, ვიცი, ხალხი ზოგი ესეთი არავის არ რატო გაეხარდება ვიდმე, ანუ რა ხო, ისე არავის ინტერესებში ეგ არ შედგება. ხო, ისე რა არის? აი საზოგადოება ამ წლების განმავლობაში ისე არის დაჩეჩქვილი, რომ აი უყურე არც ერთი ხო არ ვიცი როგორ იქნება, მაგრამ რაღაცნაირი ფორმით ხო თვითონ სტუდენტობა. ხო, ალბათ პროფესორ მასწავლებლები რაღაცნაირად გამოხატავენ თავიანთ პოზიციას. რამდენიმე დაწერა იქა და მე ესე წავიკითხე რა სტუდენტებო რატო არ იღებს ხმას და რა სტუდენტებო თვითონ ამოიღო ხმას სტუდენტი 4 წელია და მიდის მე და შენი 20 წელია ხარ და შენ ხმას მეტი წონა აქვს ვიდრე სტუდენტისას. ყველა არის ხოლმე რომ ესე მიტრიალდება და ჯენზიკები რაც სად არიან, სად ისევ და ჯენზიკებს რო ამბობენ ისინი იმალებიან ეგრევე ქვის ქვეშ, იმიტომ რომ ჯენზიკებს რო დაუძახებ. მე ესეთი ვერსია მაქვს, არ გააპროტესტებენ სტუდენტები, აი ორი მიზეზის გამო, ესე იგი თვითონ ეს თესეო რაღაცნაირად რექტორატი, რაღაც ეს კონფორმის ასწავლიან და ნუ შეგუებულები არიან, ანუ რაც არის ეთყობა რომ მიიღეს იმათ გადაწყვეტი, ესე იყო საჭირო. გპ-ის სტუდენტისთვის კიდე ცოტა პრესტიჟი მოიმართეს, რომ ესე ხო ეგეთი რამე. მოსულა? მოსულა კი, მოდი კომენტარებს დავიკითხავთ. არა, ერთი თემაც მაქვს, ნიკო, იცი რა არის? ამ იმას დიდი თემას არ შევეხები, მაგრამ აი რაც მოყვა სიტყვაზე უკრაინამ დანიშნა საქართველოში ელჩი. ხო? წლები არ ყოლია, გაიწვიეს ის და იმას კი არა რომ აი რა გავარჩიოთ რო სიტყვაზე რატო წავიდა ის და ახლა ახალი რო დანიშნეს რას მოიტანს. აი ხო ამდენი ის იყო წვეტა იყო ხო 2022-დან 2026 წელი არის. აი ასეთი ჯოჯოხეთი ხდება უკრაინაში, ეს ომი არ დამთავრდა და რაღაც ყოველ დღე რომ ჩართავ კომპიუტერს ან ტელეფონში შეიხედავ, აი კატასტროფა ხდება. მე არ ვიცი, აი ახლა იმ მეორე მსოფლიო ომის აი ფაშისტური სიმხეცეების მერე აი ამ ტერიტორიაზე ასეთი რამე ვის გაუკეთებია ამ მასშტაბით, ხო? და აი ისევ ესე იგი ამ იმას ეს ხო გაჩნდა საინფორმაციო სივრცეში ეს ელჩის დანიშნის ამბავი და ისევ დაიწყო რომ აი ქვეყანა გაწირეს და ეს ჩაითრიეს ომში და ისევ ისრების გადატანა უკრაინის მხარეს, ხო? რომ რაც არის აი წარმოუდგენელი კოშმარი არის, აი ჩემთვის ეს არის აი ეს უკრაინის თემაზე, აი ეს თავ პოზიციის დაფიქსირება, აი ვის აკისრე პასუხისგებლობას რაც ხდება იმაზე, ხო? აი ეს არის ისეთი ერთმნიშვნელოვანი საკითხი, რომ აი ვიღაცამ იმსჯელოს, რამე ტიპის დანაშაული ჩაიდინა თუ არა სიტყვაზე აი იმის ფაშისტური გერმანიის ხელმძღვანელობამ 30-იან წლებში, 40-იან წლებში, აი ეს რო დააყენო ეჭვისკეს. აი ეგეთი ამბავი არის. თან ის არის რომ ეხა იყო, ანუ გვახსოვს რაც ხდებოდა და ჩართავ და უყურებ. აი კიევი იყინება და რაღაცნაირად ის კი არა რატომ იყინება, ხო მარტივია რატომ იყინება. მიზანმიმართულად იბომბება ენერგოობიექტები, გამონაწილებები, ქსელები იმის გამო რომ -15, -20 გრადუსი არის და ხალხი გაიყინოს, ხო? და მაინც ესე იგი ფოკუსში არის ისე უკრაინის ხელისუფლება და აი ეს დამართა საკუთარ ხალხს. აი ეს პოზიცია. ეს ისმის ისე. აქეთ ვიღაცებისგან კიდე მესმის ხო იცი ტვინშერყეული ტიპი რომ მარტო კოლონიალიზმი რო იცის და ნატოს ბრალი იყო რომ
ჩვენ ხო გვახსოვს, ანუ თან არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიციურ არხებს ვიყურებდით და პროსახელისუფლებას ომი რო დაიწყო, ჩაითრიეს ომში, იმიტომ რომ შევიდნენ დივიზიებით, ტანკებით და დაბომბვა დაიწყეს რა. ხო, არა, ხო, მაგრამ აი ის ხო გეუბნები შემოიჭრებიან შაგითრიეს ომში, ხო თავს დაგესხნენ ქვია მაგას. არა, თან რა არის, იცი, ჩვენი ისტორია სავსე არის აი ამ ტიპის თავდასხმებით ამ ქვეყნისგან, ხო? და რაღაცნაირად ამასაც ვინახავ, ხო და რისი თქმა მინდა, რომ აი ადამიანი, ხო, თვითონ ირჩევს ვინ იყოს თვითონ, ხო? აი მაგალითად იმას არც ძაღლს, არც კატას, არც ლომს არ შეუძლია რომ გადაწყვიტოს სიტყვაზე, რომ ლომმა გადაწყვიტოს, რომ მე აი ხვალიდან ვეგეტარიანი ვიქნები და იმ ანტილოპას არ გავეკითები, მაგრამ ადამიანი თვითონ წყვეტს რა იყოს, ხო? მე დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი გაივლის რაღაცნაირად და ეს სიკეთე გაიმარჯვებს ბოროტებაზე და აი ეს სამარცხვინო განცხადებები, ეს სამარცხვინო პოზიცია, რაც დღეს ადრე ამას ვერ ვეგუებოდით, ვერც ახლა ვეგუები მაინც და მაინც დიდად, მაგრამ აი გავა დრო და ამის ისე შერცხვებათ, რომ აი მომავალი თაობები აი დამალავენ, რომ აი ეს იყო ჩემი ბაბუა, ან ჩემი მამა და ამას ამბობდა, ხო? ისეთი წარმოუდგენელი რაღაც არის და აი ამ უკრაინის ელჩის დანიშვნამ, ხო, ისევ ამოიტანა რაღაც პერიოდი თითქოს ის აღარ ლაპარაკობდნენ ესეც მოკლედ ეს თემები არ შემოდიოდა ამ პოლიტიკურ დღის წესრიგში და ისევ წამოვიდა რაღაცნაირად და იყო ძალიან ესეთი რა დამზაფრავი და მტკივნეულიც არ დაუმოყვა. ხო და ამასობაში თან ხა ისიც უნდა აღვნიშნოთ კიდე ცალკე ესეთი სალაპარაკო თემაა რომ ყველანაირი საერთაშორისო ყველაფრიდან საქართველოს რო ამოვარდნილია არა აქვს მნიშვნელობა მეცნიერება არის რა არის თუ რაღაცა და იცი რა ვერ გავიგე უცნობზე სუხიშვილებს რას ერჩის ანუ მაგაზე ქართული რა მნიშვნელობა აქვს სუხიშვილია გინდა იმას ეგეთი საგანძური საქართველოს არაფერი არა ხო ვიცი რა განა ცეკვას უწუნებს არა ცეკვას არ უწუნებს ანუ კონსერვატორობაში შეედაროს მაშინ იქ ვინც არიან და რაღაცაში არ ამგონია რომ სუპერ ვიცი ხო მაგრამ დენიროს რას ერჩის დენიროსაც მე მეორე ისა გადაცემაში ჩაწერა დენიროსაც ერჩის და შონპენსაც ერჩის ახლა კი მიხვდები შონპენს რაზე შეიძლება ერჩოდეს ხო ანუ მესმის ხო ხო არა მაგას გეუბნები ის ამომავალი წერტილი არის ეს განზრახულება შეინარჩუნონ რაღაცნაირად ძალაუფლება და ყველაფერი არის ამაზე მობმული. ხო უცნობს რა ძალაუფლება აქვს რომ შეინარჩუნოს. ანუ რაც აქვს ესეც იქნება და ისეც ხელისუფლების წარმომადგენელი ხო არ არის. ზის თავის ნავში და თავის აზრებს გამოთქვამს. ხო და ეს თავის ნავი ვის გემშია ეგა. ეგ ხო მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს რომ თვითონ ესე უყურებს. თვითონ ესე უყურებს. რომ ყველაფერი რაც კი ხდება აი ამ პრიზმაში ატარებენ, ამ ფილტრში ატარებენ. ყველაფერი რაც კი ხდება კარნეგი ჰოლშიც კი, ხო? აი უნდა გაატარო მიზანშეწონილობის ფილტრში. ანუ ეს მე მაწყობს ძალაუფლების შენარჩუნებაში თუ არა. აი რაღაცნაირად იქ წარმოჩინდა ესე რომ აი სუხიშვილები და რაღაც ისი და სუხიშვილებს ართულიან თვითონ არ მიიჩნევენ რომ ეს არის რაღაც პროპაგანდის ნაწილი და ხელს უწყობს ამ ძალაუფლების შენარჩუნებაში მართლ პარტიას. ხო, ამიტომ არის უცხო, რომ შეეძლოთ გამოაცხადებდნენ აგენტებად, უსამშობლოებად და ასე შემდეგ. ხო, აი რაღაც ესე დენიროსაც რას ერჩოდა ახლა განა ვერ ხვდება თვითონ რომ სიტყვაზე მისი მეგობარი ჯაპანაზე უკეთესი მსახიობი რო არის დენირო, ხო? ჯაპანას რატო არ აკრიტიკებს და აკრიტიკებს დენიროს? იმიტომ რომ იქ რაღაც არ ვიცი რამდენად სწორი იყო ის ციტატები თუ არ იყო, რომ რაღაცნაირად უთანაგრძნობს იმას საქართველოს პროტესტს. ეს შონპენი იყო ჩამოსული მახსოვს აქ სტამბაში იყო და დენიროს ის პოზიციის გამოხატვა არ მახსოვს. მეც არ მახსოვს და ხო, მაგრამ ნუ ის ლიბერალები არიან და რაღაცნაირად და ნუ იმ დიდ ბანაკში არიან მოწინააღმდეგის დიდ ბანაკში. ალპაჩინოს პოზიცია არ დაუფიქსირებია თორე იმას არ ამგონია რომ გადაფარებდა ალპაჩინოს გამო ის თავისი ის რა ქვია იამამოტო ნახმარი შემოეხია თუ რაღაცა. დაარწმუნებული ვარ გიშდება რობერტ დენიროზე კაცო. ხო და ახლა სნობი ტიპია. ხო სნობი ტიპია და ახლა რატომღაც რომ დენირო არ ევასებოდეს. ხო წესით უნდა ევასებოდეს. და წოსნია წესი. ბეშენი ხარ ნუდლს იაპასკალს ნულსამ. კომენტარები წინა იქიდან რაღაც ახალი გეომეტრიული ფიგურა არ შექმნა. შენ ამბობდი რომ რაღაც მუსკულებს ვიკეთებ და აგრე კუბიკებიო რაღაცებიო და კენ.
ვაიმე ნიკო იმას უკვე ვარჯიშზე გამახსენდა ეს ტიპი ვიღაც ამერიკელი ტიპი რო ავიდა იმაზე ცათამჯენზე ნახე გიჟდი ბიჭო ეგ როგორ შეიძლება ესეთი სრულყოფილი იყოს ადამიანი ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც 500 რაღაც მეტრიან ცათამჯენზე ავიდა ეს ჩვეულებრივი თანამედროვე შენობები რო არის მინისა და ლითონის დაზღვევის გარეშე საათზე მეტი ადიოდა ოღონდ ეს რთული შენობა ყველაზე მარტივად ადიოდა რაც ჩვენ შეიძლება რთული გვეგონეს ესე იგი ჩვეულებრივი ფანჯრებზე იმიტომ რაღაც წვრილი მე ვარჯიშებიც აჩვენეს სულ ერთი არის ოღონდ სადმე რაღაცას მიადოს ხო აი იწევა და იმას ესე იგი არბოდა ფაქტობრივად ამ იმაზე მინის იმებზე ეს რაღაც მაგრამ თუ კი რამე შვერილი იყო ლითონის კონსტრუქცია იყო აი უბედური ფორმის და რაღაცებს ესე კი არ იყო ყველაზე მარტივი გზით კი არ ადიოდა არც ერთს არა უარა ამ ზედ მიმაგრებულ ფიგურებს იყო აი ესეთი რაღაცეები ანუ მინუსი კი არ იყო ნუ არ ვიცი აი ეგეთი რაღაცეებზე ხო აი რაღაც საოცრებები და თან ხო ფიქრობ ეს ახლა ადამიანის მუშების მილიონი მუშის აწყობილი არის ხო შეიძლება ვიღაცამ რაღაც არ მიუჭირა რაღაც მოირღვა რაღაც ის ნუ არ ვიცი აი ესე ავიდა არანაირი განცდა ხა ბევრის დრონიდან უღებდნენ იქ დაკიდებული ტიპები შიგინა ფანჯრიდან ერთი ოდნავ რაღაც შეწუხება ან დაძაბულობა რაღაც წარმოუდგენელი რაღაც ეს ლაპარაკობ მე 4 საათზე აიბაზე რო გავდივარ ცოტა ისე ხომ და მე მახსოვს მანამდე იყო ტიპი იყო ბაგირზე რო გადიოდა მაგაზე იყო ფილმი და კინოში ვიყავი რომელიც იმ ფილმის ტრეილერი გამოვიდა და ეს შევხედე იმიტომ რომ ესე რო გავიდა მეთქი ვაიმე დედა აი სიმულაციური მას ვერც მე ვერ ვიგებ ხო ეგ ხო ის არის ეგ ბაგირზე გასულაც ხო ნუ რასაკვირველია და იქ თან იმ სიმაღლეზე და იქ ქარებია და რაღაც ნაკადები და ეს მოძრაობს და რაღაც მაგრამ ეს ბევრად ის არის უყურე იქ ერთი რაღაცა უნდა ისწავლო ხო იქ რაღაც მონოტონურად და გააქვს ეს წონასწორობის ამბავი და იქ მილიონ რაღაცაზე ანუ რამდენი წამიც არის რამდენი წუთიც არის იმდენი ახალი სიტუაცია გაქვს ანუ ძალიან ეგეთია რა Netflix-ი აჩვენებდა იმას ლაივში მე არ ან ლაივში ჩვენებაც რა რო ჩამოვარდეს ხომ მე რა შვებიან ხო გიორგი ჩირაძე წეს ტელეფონი აკრძალოთ კი არა ხელოვნური ინტელექტი როგორ გამოიყენოს მაგას უნდა ვასწავლიდეთო ბავშვებსო კი მე მაგას გულისხმობ მასწავლებლების უმეტესობას კი აჯობებსო მე იმას კი არ ვამბობ რომ აი ეს გადაჭრით რომ ბავშვებს მივცეთ ეს და მიუშვათ და იქიდან ბევრი გენიოსი გამოვა და რაღაც ამას კი არ ვამბობ მაგრამ რაღაცნაირად ზღვარია დასაჭერი რომ აი ეს ისა ამ ციფრულ სამყაროს არ გაუუცხოვდეთ იმ დონეზე რომ ჩამორჩეთ რა ხო მე მგონია რომ სკოლაში ტელეფონები ჩამოვართვან არ ნიშნავს რომ ციფრულ სამყაროსთან გაუცხოვდებიან ჯოშუა მკლაცონ წერს რასიგიჟეს იძახი ნიკო ადამიანი თავისუფალი იმიტომ არის რომ როგორც უნდა ისე მოიქცეს ღამევს ქროლავ თუ რას ვაკეთებ მაგის რეგულირება იქნება თავისუფლების დასასრული ცუდი თუ არის ამიხსენი და თუ გავიგებ თუ არა ისე მიტეხია არ ვლაპარაკობთ კაცო ბავშვი კი მშობლის მისახედია ვერავინ ვერ დაგირეგულირებს ისე რომ შენს გემოზე იყოს შენი ხო ან ბავშვებზე მქონდა ლაპარაკი შენ როგორ დაგირეგულირებ ღამე დასკროლავ თუ რას იზამ კაცო ჯერ ყველა ჩვენგანს გვაქვს რაღაცა ჩვევა რომელიც ჯობია სიგარეტს ვეწევი და ანუ ღამე სკროლვა ჯობია სიგარეტს არ არის კარგი სიგიჟეს არ ვიძახდი ვამბობდი რომ ბავშვს უნდა დაურეგულირო ის შენ კი არ უნდა დაგირეგულირო დასულ ადამიანს ვინ იზამს მაგას რა სისულელეა ჯიმი არ ვაწვალოთ ტაიპ კოდებზეო თიკა ბარამიძე წერს მიუხედავად ამისა მან იწვალა არა ახლა ეგრეც არ უწვალობა ახლა საღამოს ცხელ შოკოლადს მოვიმზადებ ხოლმე კომფორტულად ჩაუждები და ძალიან მალე გადის ეგ ერთი საათი არა ვიზამ ამას ახლა ძალიანაც არ უწვალო ხა რაღაც ცხელი შოკოლადი მომშვიდა თუ რა ცხელი შოკოლადი მიყვარს და მე ცოტა შორის აი ალ ცხელი კოზით რაღაცა ისე მე ისიც მიყვარს აი კაკაო მიყვარს ოღონდ მეზარება ხომ თუ ზეთი რძით უნდა გააკეთო და არა იყიდით გალაქტიონსაც ევასებოდა კაკაო და პენიშკი არა მიყიდია კაკაო რძეს რატუღებ დაასხამ კაი გამოდის მაგრამ ესეთი მეტაფორაც აქვს მტკვარი მოდიოდა კაკაოსფერია ხო მოდის ხოლმე კაკაოსფერი ნიკა მამნიაშვილი დაასვენეთ ჯიმი არ ჭირდება დროების გამოყოფაო ხალხი ცალსახად ითხოვს რომ დასვენებულ იქნა ქეთევან ნიკოლი წერს რომ ჩემს კომენტარს თუ წაიკითხავდი და მე მოვისმენდი და ამოვიცნობდი რას ვიფიქრებდი ასე უნდა ინფლუენსი ოჯახზე ანუ არ ვიცი რა ზალაპარაკი მაგრამ მივესალმებით ჰულეცი მარკეტების თემაზე საქართველოში არის ერთი ცუდი პრაქტიკა ტყუილ არ იყო ნახსენები n რაოდენობით ფილიალი რო იხსნებაო მოკლედ კობახიძემ თქვა რომ ბევრი ფილიალი რო იხსნება მაგით არის გაძვირებული ყველაფერიო ნებისმიერ ქსელურ მაღაზიას როცა ფული შემოაკლდება ერთიანი ქეში ახალ ფილიალს ხსნიან თითქოს ალოგიკურია მაგრამ
ამ ფილიალის სიტყვას თუ 1 ლარი უჯდებათ 10 უკან მისდით ერთიანად იმით რომ პროდუქტი კომპანიები ფულს იხდიან განთავსებაში რომ იქ იყოს და მაგითი მშოულობენ ფულსო. უნდა მიხედონ ასაკეთს არ არის საჭირო ამდენი მაღაზია მართლა და 85%-იანი მარჟა ძალიან დიდია. 85%-იანი მარჟა და ასევე კობახეთის ნახსენების სხვა სტატისტიკა საიდან არის მოსული? რაზე არის ნათქვამი? არანაირად გაშლილი არ ყოფილა. არა. ანუ ბრინჯსაც იგივე მარჟა აქვს, როგორიც კვერცხს აქვს და როგორიც ყავას აქვს და როგორიც გაყინულ კრევეტებს აქვს, არ ვიცი. ხო. თორე, ანუ თუ ვინმე კანონს არ ღვევს. გამოიძიონ, დააკავონ ისედაც აი რამე პრაქტიკა არსებობს, რამე სტატისტიკა არსებობს, სადაც სუსი და ძალოვანი უწყებები ჩაერივნენ და რაღაცნაირად დაძლიეს ინფლაცია და გააიაფეს ყველაფერი და ხალხი ბედნიერია და პროდუქტიც არის და ეს ხო ვიცით როგორ დამთავრდება. აი ეს როგორც ის არის არაპროფესიონალი ადამიანი, რომ გადაწყვეტს იშიმშილოს და ესე დაიკლოს და მოიკლებს 10 კილოს და მოიმატებს 20 კილოს. რაღაც პერიოდში დააკლდება და მერე მოიმატებს 2 იმდენი გახდება. ისედაც ზოგადად ხო ეს ის არის ფასები იმატებს, ხო? ბესი არა? ხო, ბუნებრივია ფასების მატება, კლება არის არა ბუნებრივი. ისევ და ისევ ატმოსფერო იყოს ჯანსაღი, პოლიტიკური წნეხი იყოს ნაკლები, გადასახადების წნეხი იყოს ნაკლები, ან თუ არის ეს გადასახადები ესეთი, მაშინ შეეგვია მას, რაც ეს არის, ხო, აი რაღაცნაირად ატმოსფერო გააჯანსაღე, იყოს ჯანსაღი კონკურენცია და გაიაფდება, რაც გასაიაფებელი არის. ახლა როგორ დავიჯერო, რომ მამუკა მდინარაძეზე კეთილი ადამიანი არ დაიბადა საქართველოში და ირაკლი კობახიძე და სხვას აზრად არასოდეს არ მოუვიდა, სუსი შესულიყო სადღაც სუპერმარკეტში და რაღაც მაღაზიებში და გაიაფებინა პროდუქტი. რატო არ გაიაფებს არტალა? მე ხორცის ჭამელი კაცი ვარ, არტალა მიყვარს სუპშიც და ისეც ჩინურადაც ვაკეთებ და წესით ყველაზე იაფი ხორცია, ეგ არის ხოლმე ფეხებია რა, მაგარია და 7 საათი თუ არ ხარ შეიქიდან არაფერი. ისეთი ფასი ღირს ხოლმე. არტალა. ხო, არ ვიცი. გაიაფა. ესე იყო, ყველაფერი რეგულირდებოდა საბჭოთა კავშირში, ყველაფერი იყო იაფი, მაგრამ ან არაფერი იყო, ან იყო უხარისხო. ესე არის. გავლილი გვაქვს ეს. მე ახლა ქვეყანა იყო, ანუ კაი ვერ საბჭოთა კავშირში იყო რომ რაღაცა უზბეკეთში კეთებოდა, რაღაც საქართველოში, რაღაც კიევში და შენ აქ რო დაგეგმავ, რა უნდა დაგეგმო? ხო, რანაირად უნდა ქნა. ისე გამოდის თვითონ ახლა პროპაგანდა ამას არ მოაჩენს რომ აქვთ კეთილი განზრახვები და ამას ეწინააღმდეგება ვიღაც. განა მე არ მირჩევნია რაშიც ვიხდი სიტყვაზე 20 ლარს, იმაში ვიხდი და 5 ლარს. ვინმე არის ეგეთი, რომ ბევრი ფულის გადახდა ურჩევნია, ცოტა ფულის გადახდას, ან თუ ფული არ არის გადასახდელი, საერთოდ არ გადაიხადოს, მაგრამ არ გვჯერა. ვისაც გვჯერა გაგვატარებს და კოცები მიდიან წინ. გიორგი მალანია, მე მაინც თავიდან ბოლომდე გისმენთ ხოლმე, მაგრამ დასაფასებელია ტაიმკოდების გაკეთება. მადლობა გიორგი რომ მოგწერე, იმიტომ რომ მართლაც დავუკვირდა ტაიმკოდები იქნება. ტაიმკოდები იქნება. სუსის და სახელმწიფოს დაწეულ ფასზე რომ ხალისობთ გასაგებია, სიბრიყვეა იგივე მიდგომა, რატო არ არის სახელმწიფოს შვილებს რო უტოვებ გასაზრდელად, რაიც ის განათლების თუ თანხდებით რომ პურიც კი არ უნდა გამოაცხოს. რა კომპეტენცია განათლების სამინისტროს და ხელოვნური ინტელექტი უკეთესი მასწავლებელი იქნება 90% კონფორმის მასწავლებელზე. იქნება მშობელმა გადაწყვიტოს, როდის რით დაკავდება ბავშვი, აიღოს პასუხისმგებლობა და ცოტა თავი შეიწუხოსო. ეს ლიბერტარიანული მიდგომა არის ხოლმე განათლების მიმართ, რომელიც იწყება იქით, რომ განამშობელმა უკეთესად არ იცის და არ არის ხოლმე, პედაგოგიკა არის მეცნიერება. აღზრდას ცალკე ცოდნა უნდა და არ ბევრი მასწავლებელი არ ვარ, მაგრამ შვილები ძალიან მიყვარს და ვცდილობ რომ ყველაფერი კარგი გავაკეთო. ვიღაც მშობელი აჯობებს, ვიღაც მასწავლებელს, მაგრამ ყველა მშობელი ყველა მასწავლებელს ვერ აჯობებს, ხო? ანუ ბევრი რამე ვიცი, მაგრამ მათემატიკას ვერც ეს ვერ ასწავლე, წარმოდგენა არ მაქვს. ან შეიძლება ნიჭი ვერ დავინახო ფიზიკის რომელიმე. ChatGPT-ზე ცალკე მოგიყვებით კიდე, ანუ არის კი ძალიან ბევრი რაღაცა შეუძლია რომ გააკეთოს LLM-ს, მაგრამ ChatGPT-ს ესე დაყარდნობა რომ ყველაფერს გააკეთო. აი რაც იცი ზუსტად, ისინი კითხე და ნახავ რომ რამდენი რაღაცა არის სწორი, რამდენი რაღაცა არის რომ კიდე ბაიმე ნიკო არ დამიჯერებ. ახლა გზაში რომ მოვდიოდი, რაღაც დრო მქონდა და სამანიშვილის დედინაცვალზე რაღაცის გამო რამოდენიმე კითხვა დავუს. ვერ წავაკითხე. 5 ჯერ მომიწია ის ტყუილში გამოჭერა და შესვლა მე კი გეპათხალიმება რომ კი მართალი ხარ რაღაცა და ისი ამთავრებდა ურთიერთობას რომ პლატონს კონკურენტი ძმა არ გაჩენია არა ხო არა და რანაირად
მაია მიქაძეს ბოდიში ის გაყინულიც უგა ისე მოეწონა რომ ქორი მეგობრებში დაამატა Facebook-ზე. დაამატე შენც. პრესინგზე არის ლაპარაკი, რომელიც გადაცემა არის ჩვენი მეგობრების, რომელშიც მონაწილეობა მივიღე და რომელიც ერთი სერია გავიდა, როცა მორჩება, მე გავაკეთებ კომენტარს მასზე. სად კეთდება ეგ პრესინგი? პრესინგი YouTube-ში რო ჩაწეროთ, იპოვით. კაი ბატონო. შენ იყავი პრესინგში? ვიყავი პრესინგში. და გაართვი თავი? ცოტა გამიჭირდა, მაგრამ გავართვი თავი. მე ვერ დაუძახე ქორის საშველად. ნიკო, ბევრი კომენტარებია რა, ვერ გავ. იცი რა, ხო, რაღაცა მეთქი კიდე რაღაცა ისავქნა მეთქი წავიკითხო, ჰულეც ისევ წერს ვერ დავეთანხმები ბატონ ჯიმის ამერიკან ევროპა რო ყოფილიყო, იმ კაც დანით ხელში 9 გრამით კი არა 9 კილოთი დაამძიმებდნენ, იმდენი ტყია მოხდებოდა. ხო, მაგრამ თვითმიზანი ხო არ არის. ამერიკა და ევროპა ძალიან განსხვავებულია, დიდი ბრიტანეთი რო ყოფილიყო, არაფერი 9 გრამით არ დაამძიმებდნენ, იმიტომ რომ არ აქვთ პოლიციელებს იარაღი დიდ ბრიტანეთში. ევროპაში სხვადასხვა იმებში სხვადასხვა წესები. ამერიკაშიც ბევრგან მინახავს ყოველდღიურად რომ ეგეთ ტიპებს აჩერებენ და აკავებენ და მკვლელობაზე ხო არა ხარ გადასული. ანუ თავარი მანდ არის ტრენინგი იმ ამბავში რომ შეიძლება გაჭედა ადამიანმა გამოვიდა დანიშნავდა დაიწყო ხო უნდა მოკლა ამის გამო. თუ იმ წუთას საფრთხეს გიქმნის შენან ბავშვი უჭირავს ან ვიღაცა გამლელს უნდა გააუნებელყო, იმიტომ რომ ნუ კაი, მაგრამ თუ არ არის ყისიერი საფრთხე იმ წუთას ყველაღონე უნდა ითხმარო რომ ადამიანი შეაჩერო, იქნება რომ ისა ეპიზოდი აქვს რაღაცა. ხო, მესმის რომ შეიძლება უფლება კონდეს, ლიცენზია კონდეს და რაღაცა, მაგრამ ნუ რა ვიცი. გვალაძე სოფია მოიმედ ჯიმი რა ბუმერიაო. ნიკოს ვეთანხმები მობილურებთან მიდგომაზე სრულათო. კიბედი სოფია. ახალგაზრდების ენაზე დაველაპარაკე. გავედით ფინალში. ხო, რა ვიცი, ნიკო. მიზოფინები გაიწიეთ ეს. ხო, მოიცა კაცო. ანუ გავედით ბოლოში. თქვი რა გინდა? უთხარი. ხო, არა, ნუ უამრავი ისევ შაყირი შემხვდა ამ გაერთიანებებზე და არაბუნებრივზე ადრე იყო ხოლმე ხუმრობა ეს რომელიღაც ესეთი ჩამორჩენილ ქვეყანაზე რო იტყოდნენ, აი ესეთ შეიძლება სამინისტრო შეხვედრო და კულტურისა და შავი მეტალურგიის მინისტრი, ხო? რა ვიცი, ხო, და აი რაღაც ესეთი ბევრი ახლა ჩემი ის იყო ეს სამედიცინო და ზოოვეტი, კიდე იყო ბევრი რაღაცა, ხო, აგერ წინა ხელისუფლებამ თუ პოლიტიკოსებმა გერმანია გააერთიანეს და ამით შევიდნენ და რაღაც ეს ან ლოგიკურს ან აბსურდულს კიდე რასთან გააერთიანებდნენ მოგწერონ არ იქნება ეს და რის გაერთიანებას ვერ აპატიებდი ადამიანს ხო ორჩით? მორჩით, ამას დაგვიწერეთ. დროებით